პირდაპირ ეთერში ხედავთ. ნიკოლოზ ხატიაშვილი, ასევე დიპლომატი, ჯეოქეისის მკვლევარი, გვერდდება და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მოგესალმებით, ბატონო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მინდა სწორედ აი ამ დიპლომატის დღეს გილოცავთ ჯერ პირველ რიგში და მართლა იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ ქვეყანას ემსახურება, ქვეყნის ინტერესებს ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი ხართ თქვენს და ერთ-ერთი იყო ასეთი, არის ასეთი გიორგი წიქარიშვილიც, რომელიც დააკავეს იმის გამო, რომ რუსულ ნომრიან მანქანას დაუდგა წინ გზის სავალ ნაწილზე. აი საერთოდ რა რეალობაში ვცხოვრობთ? რა ქვია ასეთ ქვეყანას, სადაც დღეს ჩვენ ვართ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და თქვენ მომილოთ დიპლომატის ზრმა, რამდენად მოსალოდნელია დღევანდელ ვითარებაში მკითხვის ნიშნებს ვადებს, იმიტომ რომ გიორგი წიქარიშვილი, ჩემი ყოფილი კოლეგა, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში პირადად მემუშაობდი და ვიცნობ მაგას როგორც კეთილსინდისელ პატრიოტ ადამიანს, დღეს არის ციხეში. ასევე ათეულობით საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რეორგანიზაციის ასე ვთქვათ მოტივით გამოუშვეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სწორედ ამ პროფესიონალებზე იდგა წლების განმავლობაში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხორციელდებოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე და ყველა საგარეო ასე ვთქვათ წარმატებაზე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ხო, დღეს ძალიან მძიმე ვითარება ამ კუთხით და მინდა კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადო გიორგის, რომელიც ახლა იზოლატორში იმყოფება. რაც შეეხება ხო სიტუაციას დღეს ძალიან ასე ვთქვათ რთულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში ვართ. ხვალ ველოდები ჩვენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან და სავარაუდოდ ეს ხდება. აი რას ველოდებით? ხო, ბოლო წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ნამდვილად პოზიტიური მოლოდინი ვერ მექნება ვერანაირად ამან გარშთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბოლო წლის განმავლობაში რა კანონებიც იქნა მიღებული, რა ნაბიჯებიც იქნა გადადგმული, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებზეც ვთქვათ, რა მოთხოვნებიც აქვს ევროკავშირს და რაც არის ჩვენი ასე ვთქვათ საშინაო დავალება შესასრულებელი იმისთვის, რომ ვთქვათ გამოსდა მოლაპარაკებები, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის საპირისპირო მიმდინარეობდა წლის განმავლობაში და მე ვფიქრობდა, დარწმუნებული ნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ანგარიში იქნება ძალიან ნეგატიური და იქნება ასახული ყველა ის ნაბიჯი, რომელმაც რეალურად აგვაშორა ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესისგან და მოლოდინს ესეთი არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ წინა წლებში ყოველთვის იყო ხოლმე კარგიც და ცუდიც და ეს ანგარიშები იყო შედარებით დაბალანსებული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა, როცა ნეგატივი გადაწონის პოზიტივს. ხო, და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ერთგვარი ავანსის სახით მოგცეს საქართველოს მოქალაქეებს, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მას შემდეგ, რაც იქნება კონკრეტული ანგარიში. აი ბატონო ნიკა, დღეს მაგალითად, როდესაც ამ დაკავებებზე იყო საუბარი და ვიცით ჩვენ, რომ 71 წლის ქალბატონი აზა ჩილაჩავაც არის დაკავებული, შალვა პაპუაშვილი და გია ვორსკი ამბობდნენ, რომ მორალური პასუხისმგებლობაა ამ ყველაფერზე ევროკავშირის ელჩის ეკისრებაო და ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსო, რომლებიც მოდიანო იქ რუსთაველზე მიდიან და პროტესტის მონაწილეებს ხვდებიან. აი ხო თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით ამ რეჟიმის პირობებშიც, მათ შორის და ალბათ გეგონათ, რომ მართლა ღირსებით ევროპისკენ მიყავდა ხო ეს ქვეყანა ქართული ოცნების რეჟიმს, მაგრამ აი ამ ზღვარზე, აი ამ ზღვარზე მისვლა, სადაც ახლა არიან, რა ტერმინებითაც ესაუბრებიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და როცა მივედით იქ, როცა გერმანიის ელჩი გაიწვია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთანაც კი პრაქტიკულად აღარ არსებობს. აი აქ როგორ მივიდნენ შეგიძლიათ? თქვენი ნებართვით ცოტა გავშლი ამ თემას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავდი ამას ზოგადად მინდა ხაზი გაუსვა დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას, ხო, ანუ რეალურად ჩვენ ვიმყოფებით რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს საქართველოს, ჩვენი მოსაზღვრეა ჩვენი მუტერი რუსეთი, რომელსაც 20% აქვს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული და ამ ვითარებაში წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა სწორედ დასავლეთი და დასავლეთს ჰქონდა ის როლი, რომ ასე ვთქვათ შეეკავებინა რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყავთ ნატოს წევრები, ჩვენ არ ჰქონდა რაღაც უსაფრთხოების ასე ვთქვათ გარანტიები დასავლეთის მხრიდან ორმხრივი ან მრავალმხრივი, მაინც ამ შემთხვევაში ჩვენ
უნდა ჰქონდეთ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და 2008 წელსაც ჩვენ გვახსოვს რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთმა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს არ წამოსულიყო საქართველოს მიმართულებით და მეტი ტერიტორიის ოკუპაცია და თბილისამდე არ შემოსულიყო, იმიტომ რომ ყველა ვიცით რა პროცესები მიმდინარეობდა მაშინ 2008 წელს და იყო და დანიშნულების კი ბატონო და სწორედ ამ სიტუაციაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობა, პოლიტიკური მხარდაჭერა და ყველა ის სიკეთე, რასაც გვაძლევს ჩვენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ანუ ეს თვითონ პროცესი ხო არ არის რაღაც მხოლოდ პოლიტიკური, ამას მოყვა პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური და წლების განმავლობაში იგივე საჯარო სამსახური რო ავიღოთ, იგივე თავდაცვის სფერო რო ავიღოთ და სხვა სფეროები მნიშვნელოვანი დასავლურ ინვესტირება მოხდა, რომ საქართველოს განვითარებული იყო და იმ ევროპულ და დასავლურ სტანდარტებამდე მისულიყო, რასაც ითხოვს ევროკავშირი და ნატო. ნუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და მით უმეტეს ამ პირობებში ამაზე ცოტა სასაცილოც არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც დასავლეთზე ვართ დამოკიდებულები, უფრო შორს რო წავიდეთ 90-იანების დასაწყისიდან ფაქტობრივად ორმოდან მოგვიყვანეს ჩვენ დასავლეთ პარტნიორებად და განსაკუთრებით გერმანია, რომელთანაც აი ამ ზღვარზე მივიდა ქვეყანა. კი ბატონო, და ამ პირობებში, როდესაც შენ ასეთი დამოკიდებულება, შენი პარტნიორები ყველანაირად გვერდში გიდგანო ყველა სფეროში, შენ ესეთ დონეზე მიყავს ურთიერთობები და აფუჭებ, ხო, ანუ ეს რეალურად საფრთხე არის ქვეყნის წინაშე, იმიტომ რომ შენ მარტო რჩები ისეთ მოთამაშეებთან, როგორც არის რუსეთი და ხდები ყველანაირად მოწყვლადი, ანუ შენ გვერდით რო აღარ დგას დასავლეთი, ხო, ანუ რუსეთი რო გაბედული იქნება და იცის რომ ჩვენს მიმართ რაც არ უნდა ჩაიდინოს, ხო, ანუ პასუხს აღარავინ აღარ მოთხოვს და უფრო გაბედულად იმოქმედებს და უფრო მძიმე ფორმებით შესაბამისად, ხო. ბატონიკა შიდა მოხმარებისთვის ამას ხსნი როგორც სუვერენიტეტის შენარჩუნებას და ეხლა დღესაც ნინო წილოსანი ამბობდა რომ რაც არ უნდა იყოსო, ეხლა იქიდან შეფასება თუ ვიზო რეჟიმის შეჩერება მეო მაინც ვერ მაიძულებენო რომ დავთმოთ ჩემი სუვერენიტეტი, აი დაახლოებით ასეთ შინაარსის იყო განცხადება და აი ამას როცა ეუბნები შენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ისინი რაღაც სუვერენიტეტის დათმობას გთხოვენ და კაცები უნდა გავათხოვოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პარალელურად ვიცით ჩვენ რომ მაგალითად იგივე შეერთებულ შტატებთან ისინი ამბობენ რომ ყავალაშვილი ელოდება რომ ტრამპი დაურეკავს და წერილებს უგზავნიან და ღია წერილების ფორმატშია გადასული და რაღაცას ელოდებიან რომ აი უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობა და ევროპელებსაც ეუბნებიან რომ აი მე ჩემი სუვერენიტეტი უნდა დავიცვო და შენ თუ გინდა ასეც მელაპარაკე. აი ამას რა პერსპექტივა აქვს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში? მარტივად ვიტყვი, ანუ ჩვენი სუვერენიტეტის რეალური დამცველი არის დასავლეთი, ხო, ანუ ის შენ იგივე ისევ ისტორიისკენ მივიდეთ 90-იანებიდან მოყოლებული ის გეხმარება შენ გაძლიერებს, რომ მის ასე ვთქვათ სტანდარტებამდე მიხვიდე და შენ თვითონ დაიცვა შენი სუვერენიტეტი და ყველანაირად ამაში ხელს გიტყობს და შესაბამისად შენ რო აფუჭებ ამ ურთიერთობებს, შენ სუვერენიტეტი ამით კი არა გიძლიერდება, პირიქით გისუსტება და რუსეთის წინაშე მარტო დარჩენა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. სადმე თუ გინახავთ ქვეყანა ძლიერი სუვერენიტეტით, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ რჩება, ან რუსეთის პირისპირ რჩება, ხო, ანუ ეს ხო ნიშნავს ავტომატურად შენი სუვერენიტეტის დაკარგვას და რეალობა არის პირიქით, ხო, ანუ დასავლეთი არის ის ძალა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპაც, რომელიც იცავს შენ სუვერენიტეტს, აღიარებს შენ საერთაშორისო სისტემის ძლიერ მოთამაშედ და ცდილობს რომ დაგეხმაროს, რომ მისი თანასწორი გახდე, ხო, ანუ ჩვენ გვესმის ასევე რაღაც თანასწორობით არ გვესაუბრებიანო და ჩვენ ვესაუბრებით ეგეთი ნარატივებს, მაგრამ რეალურად ევროპა იმიტომ გაძლიერებს, რომ შენ მისი თანასწორი გახდე, ხო, ანუ ლოგიკური ჯაჭვი იქნება და როდესაც შენ ამ ყველაფერს ანგრევ და ამის წინააღმდეგ მიდიხარ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შენი სუვერენიტეტი უკვე სუსტდება და მარტო რჩები შესაბამისად, ხო, ნუ დასავლეთთან ეს ურთიერთობების გაფუჭება ამ კონტექსტში ძალიან ნეგატიურად იქნება, ასე ვთქვათ, ნეგატიური შედეგები ექნება საქართველოს სუვერენიტეტზეც. დიახ, და როდესაც ბიძინა ივანიშვილი ყველა მიმართულებით მართლა ამყარებს დიქტატურას და ყველა კომპონენტი პრაქტიკულად სახეზეა, უბრალოდ სისრულეში მოიყვანოს, რაღაც პატარ-პატარა დეტალები აქვს დარჩენილი, პარტიების აკრძალვა იქნება ეს თუ აზრის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა და როდესაც ის ამბობს, რომ აი ხომ არის სოფლიოში არის რეჟიმები, ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც ელაპარაკებიან შეერთებული შტატებიც და ევროპული სახელმწიფოებიც და აი ასეთ რეჟიმად ჩამოუყალიბდები მე და აი ამ სტატუს-კვოს გათვალისწინებით მელაპარაკე.
ლაპარაკით. ამას აქვს პერსპექტივა როგორ? მარტივად გეტყვით, რომ ჩვენ, იმ ნაწილში, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული ურთიერთობები და თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმებთან, დიქტატორულ რეჟიმებთან ნამდვილად ხორციელდება, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული кейსია და ხა აგიხსნით რატომ. ეს ქვეყნები, ვისთანაც ამერიკა თანამშრომლობს, მან უკვე დიქტატურა და ავტორიტარიზმი არის დამყარებული წლების განმავლობაში და ეს არის, როგორ გითხრათ, მათი კულტურის ნაწილი და მათი მმართველობის ნაწილი. ანუ ისინი იგივე დაფუძნების პერიოდიდან რაღაც 10 წლების განმავლობაში მმართველობის სტილი არის ესეთი და რომელიც არის ასევე ზოგ შემთხვევაში კულტურის ნაწილი, ზოგ შემთხვევაში მმართველობის ნაწილი, ზოგ შემთხვევაში ხალხის თანხმობაც არის რეალურად და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით დიქტატურას, რომელსაც აქვს ხალხის მხრიდან იდეოლოგიური მხარდაჭერა და შესაბამისად ამ ქვეყნებში რაიმე სახის ცვლილებებზე დიქტატორები, რომლებიც საერთოდ უყვარს ხალხს. დიქტატურებშიც არიან ისეთი ლიდერები, რომლებიც საზრდოობენ სახელმწიფოებრივად და მოქმედებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა საქართველოს кейსი რადიკალურად განსხვავებულია და რამდენიმე ფაქტორი მინდა მოვიყვანო საქართველოს კონტექსტში. პირველი ფაქტორი ის არის, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აღადგინა დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენ მაგ პერიოდიდან ავად თუ კარგად დემოკრატიულ გარემოში ვცხოვრობდით, იგივე შევარდნაძის დროსაც სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყო, ბართალია სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ფულის რიგები იყო, მაგრამ თავისუფლებას თითოეული ადამიანი გრძნობდა და ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის ქართული ოცნების პერიოდშიც, ანუ წლების განმავლობაში იგივე საჯარო სექტორში ძალიან თავისუფალი სიტუაცია იყო და ასე შემდეგ და როდესაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში და ამ წლების განმავლობაში თაობები გამოიზარდა უკვე ამ იდეოლოგიით, რომ ისინი თავისუფლები არიან, მათი ასე ვთქვათ, დაქვემდებარება ავტორიტარიზმისკენ ძალიან რთული საქმე არის და ამ სტაბილურობის მიღწევა დაჭირდება წლები, იმიტომ რომ რაღაც დონეზე შეიძლება სტაბილურობა არა, მაგრამ რაღაცა მიღწეულ იქნას, მაგრამ ეს კიდევ ძალიან მყიფე და შესაბამისად ესეთ მყიფე და არასტაბილურ ავტორიტარულ სისტემებთან ნამდვილად არ დაიწყებს და ამერიკა თანამშრომლობას, რა თუ ეს არ არის რაღაც სტაბილურობის ფაქტორი. კი და მეორე ფაქტორი კიდე შემიძლია გითხრათ იდეოლოგიური მხარდაჭერა, იმიტომ რომ ავტორიტარულ სისტემებში ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ხალხის დიდი რაოდენობის იდეოლოგიური მხარდაჭერა აქვს, თუმცა დღეს მე არ ვფიქრობ, რომ დიდი რაოდენობის ხალხი იყოს, ვისაც ეს ყველაფერი მოწონდეს. და მესამე ფაქტორი ეს არის ეკონომიკური თვითმკვლელობა, ავტორიტარიზმს ზოგადად ჭირდება ბევრი თანხები იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შეინახოს ეს ყველაფერი, ამისთვის საჭირო არის ძლიერი ეკონომიკური სისტემა, წარმოება, ან ბუნებრივი რესურსები, ნავთობი და გაზი, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს არ გააჩნია ის რესურსი, რომელიც წლების განმავლობაში შეძლებს ამ სისტემის ასე ვთქვათ, შენარჩუნებას. შესაბამისად, ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მე ნაკლებად რეალისტურად მგონია, რომ არასტაბილურ ავტორიტარულ სისტემასთან და არადემოკრატიულ ვთქვათ ხელისუფლებასთან ამერიკამ გააგრძელოს ისეთი თანამშრომლობა, რომელიც მათ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მაქვს საუბარი. შეიძლება რაღაც დონეზე იყოს თანამშრომლობა ან სამხედრო მიმართულებით ან რაღაც კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ის რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს, როგორც ეს იყო ვთქვათ 2 წლის წინ, ხო, მე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. თუმცა ყველაფერი ხდება ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ამ ეტაპზე მე ეს ცოტა ისეთი კი ბატონო, ამის კონტურები ნამდვილად არ ჩანს და პირიქით ყოველდღიურად სულ უფრო უარესდება ვითარება და ვნახოთ მათ შორის ხვალ როგორი იქნება ის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ, სადაც საქართველოს შესახებაც უნდა იყოს საუბარი და ამის შემდეგ უკვე დადგება დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება თუ არა ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ ხატიაშვილი, ჯეოქეისის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იყო ჩვენი სტუმარი. გავდივართ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ ბრუნდებით უკვე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორთან ნინო კალანდაძესთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ.